მშვიდობის, მოგესალმებით, მე და მარლენი. მოგესალმებით საბურამოს მისადგომებიდან, ასე ვთქვათ. დღეს გვაქვს დაგეგმილი დასუფთავების აქცია, რომელიც დაანონსებული იყო მარლენ კარგახნის წინ პრინციპში. და მე მადლობელი ვარ ხალხო იმ ხალხისათვის, იმ ხალხს მინდა უბრალოდ მადლობა გადაუხადო, რომლებიც გამოგვეხმაურა და გითხარით, რომ გვინდაო გველში დაგიდგეთ. ჩვენი გამომწერები ძირითადად, ჩვენი მეგობრები, ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო კულინარიას შემოგთავაზებთ. რესტორანი ალმატიდან მოყავს ორი შეფი და რომელიც კაზანზე, ღია ცეცხლზე გაგვიკეთებენ ნამდვილ ყაზახურ ფლოვს და გვექნება ამის დაგემოვნების და პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალება. მალენ აქვე მინდა უთხრა ჩვენ მაყურებელს, რომ ეს აქცია თავიდან ბოლომდე გვერდში დაგვიდგა და დაასპონსორა GD Alco. მართლა, ვა, ეგ სასიხარულოა. კომპანია, რომელიც გვერდში გვიდგას, დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენთან და ყოველთვის ცდილობს, რომ დაგვეხმაროს აი ესეთ აქციებში, რაც არის დასუფთავება, ბუნების მოვლა, ფრინველებზე დაკვირვების შეიძლება კოშკურები გავაკეთოთ ერთად არის ესეთი საუბრები თუ გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში და რა არის, იცი ხა მონადირესთან ახლოს მდგომი თემა არის ალკოგოლი. როდესაც გცივა და ნადირობის დროს კარგ ალკოჰოლს სვავ, შვენიერი. ოღონდ, მეგობრებო. ნორმის პარკლებში. თავისთავად, რა ვიცი, ჩვენ ვაგემოვნებთ ხოლმე ამ კომპანიის პროდუქციას და ძალიან გმაყოფილები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამომწერებიც არ იქნებიან უკმაყოფილოები. და მეტი შემოთავაზება მაქვს, რომ ჩვენთან ერთად დააგემოვნეთ GD Alco-s პროდუქცია ხალხო. ჩვენ აქვს უკვე დალაგებული გვაქვს და ძალიან მაგრამ მაინტერესებს დამხვდება თუ არა ის დალაგებული ეხლა. სამწუხარო ძალიან ეჭვმეპარება. 2 წელი კი აგასული. 2 წელი არის, რაც შენიყავი, იმის შემდეგ მე კიდე ჩვენ ხო ვიყავით, ანუ თითქმის კი არა, ყოველ წელს ამოვდივართ ხოლმე ვაწყობთ ესეთ დასუფთავების აქციას და სამწუხაროდ ყოველ წელს ვაწყდებით იმ რეალობას, რომ ჭირდება ყოველ წელს ეს. სამწუხაროდ ეს რეალობაა. ულამაზესი ადგილი არის, ცუდი რა არის, იცი რომ ხალხი მოდის აქ, ხალხი ისვენებს. გაფხულობით გადასარუდროს ატარებენ და ძალიან ცოტას მოსდის თავში აზრად, თუ თავისი ნაგავი ალბათ აქ არ დაყაროს და ძალიან სამწუხარო არის. ძალიან სამწუხაროა. მეგობრებო, ჩვენ ვართ მოსულები არა მარტო მე და გოგა, არამედ ჩვენს მაყურებელთან ერთად ვართ, გამომწერებთან ერთად. ხალხი, რომელიც მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, ზრუნავს ქვეყნის დალაგებაზე, ქვეყნის სისუფთავეზე, ქვეყნის სილამაზეზე ზრუნავს. სამწუხაროდ გამოვეხმაურები ისეთ ადამიანსაც, ვინც ერთმა კომენტარში იქ დაგვიწერა, რომ თქვენო მარტო სანადიროდ რო დადიხართო იქ უცხოეთშიო და აქო მარტო დასალაგებლად გვეძახითო, შედალოცილო, შედა გოგას სახლს კი არ ვალაგებთ, შემოგევლე, ჩვენ საქართველოს ვალაგებთ. ისია ნაგავი გაჯერებული, რომ მიწიდან ამოღება ხელით უკვე გიჭირს. და იძულებული ხარ მოჩიჩქნო, რომ ამოიღო. ანუ ძალიან დიდი ხნისაა.
ძალიან ფრთხილად იყავით შუშის ბოთლებთან, ეცადეთ რომ არ გაგიტყდეთ. აუ, აქაც ნახეთ რა ხდება, კაროჩე. მალენ. დადონა. ამას რო ასუფთავებ, კარგია, მაგრამ იქ გადაიხედე რა ხდება. არც მინდა მეშინია. აი, სწორად გეშინია, მინდა გითხრა, მაგრამ მოგვიწევს. იქ უნდა ჩავიდნენ ყველაზე გულმაგრები. აი, ნახე, ერთჯერადი თებშები. ხო, აი, არ ვიცი, ბიჭო, არ ვიცი. აი, ეჯარი, ხა ვაფშე დაყრილი. ხო, აბა რა არის, ერთჯერადი თებშები არის და ჭიქები. ხარი ამას არ წამ პარკებით არის ნაგავი. არა, ეს არის მიზანმიმართულად პარკებით აქ ჩაყრილი, თითქოს იცი რაში არის უბედურება? შარშანდელთან განსხვავებით თვითონ ის ზონა საქეიფო ადგილი, სადაც მაგიდები არის მოწესრიგებული დაგვხდა. და მარტივად აყომარებენ. გაიგე, ის კი არა რომ თბილისში ჩაიტანონ კი არა და საგურამომდე ჩაიტანონ, სადაც ბუნკერი არის. ეგრევე აკრიან რა, მარტივად გამოსავალს პოულობენ რა. აქ მეორე კაცის დახმარება მინდა, მოდი რა ხელი იმას მიქენი რომ პირდაპირ ჩავდო. აი ნაგვის პარკი ყველა მოგაქ, მაღლა დაგეტოვებინა, მალე წასაღები იქნება. ანდაი გაშალე. ჩაეტევა? Так, მოდი ხა ეს დამიჭირე და მე ჩაგივაგებ ამ შეკრულ პარკებს შიგნით რა. აი შუშებთან ძალიან ფრთხილად ეხა ესენი პარკებს გაგვიჭრიან ბოლო-ბოლო. რაღაცა როგორ უნდა ვქნათ, იცი ალბათ შუშები ერთ ადგილას გატეხილები მოვაგროვოთ. სადმე და მე ქაღალდით ან რაღაცით, თორე დახევენ ამ პარკებს ეგრევე. აი ნახე იმინა არკებით აქვს რა ჩამოყრილი რა. ბლინ გამიწიეს მომეხმარე. ანუ ეს აქტიურია როგორც ნადავლს. ხო 50 მეტრში იქინა სადაც ზიხარ და იკვებები. არა 50 მეტრში რა ხა 200-ში რო იყოს განა რა, მაგრამ ანუ ფსიქოლოგიას ვამბობ რა. თავარია ვერ ხედავდე რა და აღარ არის დალშე საინტერესო. ხშირად მიწევს ხოლმე ამისი თქმა, მაგრამ რა ვქნაო მეურდები. სუფრაზე ყველას მაგრად გვიყვარს ძმა. ეგ ვიცი ზუსტად მალე. ახლა ბიჭო რა ხდება? აუ ხო ეგრე ჯობია ძმაო რა, ნახე რა ნაგავია. აი იცი რა ხეები უნდა მოვაშოროთ ამათ, რომ ხე ეგრევე პარკს გახევს, ხე ეგრევე პარკს გახევს. მალენ როგორ იყო რომ მოხვედი რომ მე მგონი აქ დასუფთავებული აქ ყველაფერიო რომ მითხარი. ძალიან და წყვილა მოვედითო. ძალიან მეწყიდა რა. არ მოველოდი. ხო. ყველაზე ცუდი ის არის რომ უკვე იშლება ნელ-ნელა ეს ისენი რა ქვია. ერთჯერადები და აი პატარა ნაწილებს ფოთლივით გებჩხონება ხელში რა. ბოთლი. მოდი გავუშალე. აკო. всё. так, ბიჭებო, მოდი ხა ეს წავიღოთ. და ვაფშე პარკები აქ უნდა მოვიტანოთ, უბინებს რა. დაახوارდა ამ ზიმა, ხო ავიღეთ, ხო არ გახებს. ეს კი. გავეთ. ჩაყრე ადვილია, ამოტანე ათნერი. ჩვენს წინ ქვემოთ წყაროს ქვემოთ ადგილი არის, სადაც ერთად უნდა დავდოთ, რომ მოვჩებით სამუშაოს, მერე მანქანა შემოვა. მანქანა არ ამგონია შემოვა თუ არა, მერე გავიტანთ, მაგრამ ჯერ მჭირდება ერთად დასაწყობება რა. აკო ქვემოთ. დაველოდე გეტყვი სადაც უნდა დავდოთ ძმა. აი, მოდი აი ამ მაგიდასთან. დავაწყოთ ესენი და მერე დავიღებთ. რამოდი პარკები დავიწყებთ.
პრინციპში უკვე დასწუნით ეტაპზე ვართ. იმ დიდი ნაგავსაყრელიდან გამოვედით და ეხლა აი ამ პარკებით ჩამოვიარეთ თვითონ ეს ტერიტორია, ასე ვთქვათ, სადაც ხედავთ რომ აი მაგიდები არის და უკვე ხალხი დროს ატარებს. მოდი ვთქვათ რომ აქ ნამდვილად ნაკლები ნაგავი დაგვხვდა ვიდრე შარშან და შარშანწი, რაც პრინციპში ალბათ დადებითი ტენდენცია არის. იმედი მაქვს რომ მომავალ წელს არც იქ მომიწევს მუშაობა. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მონადირეებო და არა მარტო მონადირეებო. ქალებო და კაცებო, ბავშვებო და მოგლოთ უყურეთ გესალმებით. თქმა მინდა იმისა, რომ დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატი გვაქვს კულინარიის. დღეს გვყავს არაჩვეულებრივი ხალხის სტუმრად. გოგა, წარგვიდგინე ვინ არიან ესენი? ესენი არიან დადმები, შეფები არიან, რესტორანი ალმატი არის ესეთი, უზნადის 29-ში. თბილისშია? რედისონ რედის ქვემოთ უზნადის 29 არის და გადავაწყდი ამ რესტორანს, დავაგემოვნე იქაური კერძები და მომეწონა აქედან გამომდინარე მომივიდა იდეა, რომ მეთხოვნა წამოსულიყვნენ ჩვენთან ერთად დალაგების აქციაზე, ინტერნაციონალური აქცია გქონდა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებმა მივიღეთ მონაწილეობა დალაგებაში და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ მათი ტრადიციონალური კერძი აზანში მომზადებული ფლოვი დავაგემოვნოთ და სანამ დავაგემოვნოთ მე და შენ უნდა ვისწავლოთ ამ ფლოვის კეთება. ხო, სხვათა შორის არასდროს არ გამიკეთებია ესე სახალხოთ რა, ისე რაღაც ექსპერიმენტები კი, მაგრამ სულ მეგონა რომ ძალიან გემრიელად ვაკეთებ და ეხლა მაინტერესებს მართლა როგორ კეთდება ეს კერძი რა. ერთი სული მაქვს. მე რაში შემიძლია монაწილეობა მივიღო? В чем я вам могу помочь? Ну, начнем с того, что Булат и Айгуль будут тут шефами. Да. Они будут готовить, а мы будем им помогать. Да. Так что вы сейчас начните, а мы постараемся не помешать вам как минимум. Как минимум. Что нам нужно сделать? Так. Начинаем заготовки делать. Режем мясо, лук, морковь. Стапило შენ, ხახვი მე. კი ბატონო, ისე მეგობრებო, მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენმა მეგობრებმა უკვე წინასწარ გაამზადეს ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დროის მოსაგებად და ჩვენ ვეცდებით, რომ უბრალოდ სიმბოლურად მონაწილეობა მივიღოთ ამ ყველაფერში. Сейчас, с вашего позволения, у меня будут несколько вопросов по блюду конкретно. Как я понимаю, это исконно казахское блюдо. Узбекское, ну, скажем так, это все ваше в целом, азиатское, да. Тюркское блюдо. Да, тюркское блюдо, окей. Я несколько раз был в Казахстане и знаю, что вот как у нас хинкали и хачапури, Да.
У них там плов. Без плова ни одно застолье не проходит. Ни одно, да. Любое мероприятие. Расскажите плов вам, обязательно. нам, пожалуйста, про плов. Как готовится плов? Вот устно, чтобы передать зрителю, пока... Основные ингредиенты. Хорошее мясо. Да. Неважно, баранина это или говядина, но чтобы это было. Мясо это свежее. главный ингредиент, да? Да. Мясо Рис. и рис. Ага. Мясо и рис. Мясо и рис надо. Ну, все должно быть качественным. Это везде так. Это везде. Да. Самый главный качественный ингредиент. И, само собой, любовь. Ну, это однозначно. Без любви обед никак не превращается в шедевр. Да. Нужно любить готовить. У меня Нужно есть... подойти к этому с хорошим настроением, с хорошим настроем. Да. Если рядом друзья, так это вообще замечательно. Значит, блюдо будет. Значит, у нас Абсолютно есть все замечательно. шансы, чтобы оно вышло одним из самых вкусных. Да. У меня еще вопрос такой. Я уверен, что есть несколько технологий приготовления плова. Не может быть такого, что вот всякий плов готовится вот по одной технологии, по одному рецепту. Я уверен, что у вас масса, наверное, Да, таких конечно. технологий. Вот какой самый популярный и какой самый вкусный для вас? Вот в данном случае я добавлю сегодня зиру, я сегодня добавлю чеснок, сегодня будут специи как барбарис, сегодня будет куркума. Что-то очень вкусно все это звучит, как минимум. Да, это будет в небольших количествах, чтобы не перебивать все-таки вкус мяса, самого плова. Это хватит нам или еще дорезать? До конца? Хочешь, я тебе помогу? Давай. Болумде ყოფილა დასაჭერია. У меня еще один вопрос. Вот какое грузинское блюдо вам нравится? Вы уже несколько лет в Грузии, как бы, должны более-менее знать грузинскую кухню. Нравится ли она вам вообще, потому что это индивидуальный вариант? Я очень редко встречал людей, которые говорят, что вот грузинская кухня не для них, хотя бы по одной простой причине, что она очень такая, напичканная перцем и очень горькая. Горькая или как это по-русски? Острая. Ну, мы острое тоже любим. Окей. Как? Брат у меня так он вообще без острого не может. Ну, Перец наш обязательно. человек. Булат Да, наш человек. перец чили это обязательно за обедом. И обязательно, чтобы был лук. Окей. Какое блюдо вам больше всего нравится и готовите ли его вы сами? Как бы не в ресторане хотя бы, а дома. Был ли такой случай, чтобы вы его готовили? Или только пробуете? Так, я готовила сациви. Ух ты! Да, было такое. Замахнулись сразу на Вильяма нашего Шекспира, как говорится. Да, было такое. Ну, я не давала пробовать грузинам, честно скажу. Все-таки. Приготовила и дала детям только. Понравилось детям? Я перебиваю, простите, чеснок нарезать или такими? Нет. Еще может почистить? Нет, Хватит? нет, это чеснок для Хорошо. другого. აი ძალიან მნიშვნელოვანი არის მეგობრებო რომ აი ამ ხელა უნდა იყოს ნაჭრები მოდი, ხორცისა. ჩვენ რო ოსტრს ვაკეთეთ რა, ostris რო ვაკეთეთ, აი იმაზე ოდნავ დიდი ნაჭრები არის რა. აი ხა მე მაგალითად ამას შუაზე გავჭრით. Можно გავჭრა. не надо резать. Он тонкий, видите, он тонкий. Он тонкий. ანუ თხელი რო არის მეტი აღარ Не იჭრება. обязательно. ეხლა მაშინ აბა მთავარზე გადავიდეთ, ხო? ალბათ უკვე უშუალოდ მომზადების პროცესზე. აი ეხლავე მოვრჩები მე ამ სტაფილოს დაჭრას და ძალიან მალე ძალიან გადა. მუშაობ რა. ასად არ მეჩქარება, გადასარევ ადგილასავა, ლამაზ დაალაგებულ დასუფთავებულ იცი ადგილასავა. შენ არ იცი სტაფილოს დაჭრა ისე არ კარგად. ვიცი, რა როგორც თქმა მე უნდა. ვიცი. სტაფილოს ბრძანებელი, ჩვენ ორ შორის შენ ხარ სტაფილო ნამდვილად. ჩვენია. სამგეროდ ჭამავიცე. კარგად. აგემრიელა. вкусно. Да? Очень хорошая. Гамрели. Гемриели. Гемриелия. Как по-казахски будет гемриелия? Вкусно? Да. Дамда. Дамда? არა, ქართული სტაფილო არის გემრიელია. კაია, მშვენიერი, მოკლედ ამ მაგიდაზე ჩვენი მოღვაწეობა დამთავრდა. დასრულდა. შეგვიძლია ახლა გადავინაცვლოთ ცეცხლთან, გავახუროთ კაზანი, ჩავასხათ ზეთი, მივხედოთ საქმეებს, ყველაფერს გვიხელმძღვანელებს ეს ხალხი. შენ ვერ წარმოიდგენ, გოგა და მე შენ შეშა გაგიმზადე იმისათვის, რომ შეუფიცხილო.
интересно, сколько мы должны ждать и до какой кондиции должно быть масло? Нагрев масла проверяют обычно, кидают сюда, просто спичку кидают, и когда она вспыхивает, ასანთის გოგირდის თავი ესე შიგნით რომ ჩაავარდება, უნდა ცეცხლი მოეკიდოს. იმას ვამბობდი, რომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს მეთქი. 92 წელს, როდესაც საგურამოში სახლი შეიძინა მამამ, აღმოვაჩინა ეს ფანტასტიკური ტყე რა, ულამაზესი ადგილი და ასე ვთქვათ, სიყვარული გვაქვს პირველი დანახვიდანვე, შეხვედრიდანვე რა. მოწყობილი ძალიან ნორმალურად არის მაგიდების კამები, არის წყარო გამოყვანილი და რაც მთავარია, ულამაზესი ბუნება, რომლითაც ყოველთვის ტკბები და თქვენ გიჩვენთ. სამწუხაროდ აი ფონად ჩანს ის ნაგავი, რომელიც დღეს ჩვენ შევაგროვებთ. მივხედოთ ახლა ისევ კულინარიას, იმისთვის რომ გემრიელად დავაგემოვნოთ ჩვენი ყაზახური плов. Что мы сегодня делаем? готовим плов. Плов? Да. Плов какой? Грузинский? С казахским орнаментом. Плов грузинский не бывает. Плов грузинский с казахским орнаментом. Ну, раз на грузинской земле, значит, будет грузинский, но с казахским орнаментом. С казахским акцентом, да? Спасибо, спасибо огромное. Я уверен, мы покушаем что-то нечто. Я в этом уверен. მეგობრებო, ძალიან მაგარი ფლავი მზადდება. ნამდვილი ყაზახური. ისეთი გემრიელი, რომელსაც რა ვიცი, რა ალბათ იშვიათად თუ ვინმე შეჭამს. კეთუში. თი რატო ხარ იცი დღეს აქ? რატო? რატო და რომ გასწავლო როგორ მზადდება პლოვი კაზანზე. და უნდა მომიზადო ხოლმე. შენ და სალომე. აუცილებლად მოვამზადოთ, აი უყურეთ ახლა გულდასმით და შევისწავლეთ. მინდა გითხრათ რომ ჩემო ცოლმა სასწაული ბორში მოამზადა გუშინ. ამიტომ იმედი მაქვს რომ ფლოვსაც კარგს გააკეთებს. აუცილებლად. ეს არის ირაკლი, ჩვენი ყველაზე პატარა მონაწილე დღევანდელი აქციის. ჩვენი გამომწერი არის დამიკავშირდა ბავშვი და მთხოვა რომ წამოსვლამდეო თქვენთან ერთადო თუ შეიძლებაო არასრულწლოვნების წამოყვანაო და ჩართულებაო და მშობლებს ვესაუბრეთ, თანხმობა მივიღეთ და ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ირაკლი. მადლობა ირაკლი. Kirikit, genetsale შენ. ამ კაცს იცნობთ. ეს არის საგურამოს ლომი ნიკა ბიჩნიგაური. genetsale შენ ნიკუში და დიდი მადლობა დახმარებისთვის. ეს კიდე ნამდვილად ყველაზე პატარა ჩვენი მონაწილე არის და ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, დიდი კულინარი, შარახევიდან მოყოლებული. ძალიან მაგარი რამე ბატონი თემურ კემალაძისგან. წერეწო, სოკო. სოკო წერეწო, მომზადებული პირდაპირ ღია ნაკვეჩხალზე. ესე იგი, ნახე რა ხდება, გოგა. ხო ბატონო. ეს ძალიან მაგარი სოკო. ეს ღეროები დაუტოვეთ სპეციალურად რომ ხელი არ დაგვიწოს ავიღოთ ეს. ყველაფერს ცოდნა უნდა ბატონო თემო. ეხლა შენ გააკეთებდი პირიქ. რა თქმა უნდა, პრაფანულად. დაითუქავდი ხელებს. კი. მერე ენას. კი, ყველაფერს. ენას თუ დაითუქავ, კარგი იქნება ეს. საერთაშორისო ყველაფერს მოუხდება რა. სამყაროს. ხელები ეცოდება. არლენ, იცოდი შენ ეს ტექნოლოგია? ეგ ტექნოლოგია არ ვიცოდი, მაგრამ მე იმაზე დავშიქდი ახლა ბატონო რაც თქვა. ენას თუ დაიწვალო, ყველაფერს მოუხდებაო და მე წარმოვიდგინე, ესე იგი მე და ქეთუშა როგორი ბედნიერები იქნებოდა. ვერ ეღირსებით შენ და ქეთუშა მაგას.
ბატონო თემურ. დიახ. მე ვიცი რომ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა რამოდენიმე დღის წინ და ხოხბები გადავეცით საგურამოს ტეპაკს. იცით რა შეა საქმე? არა მარტო საგურამოს ტეპაკს. აბა? საერთოდ მე მგონი ამას უნდა დავაყო უკვე აქცია. კი ბატონო. და ძალიან სერიოზული. აბა ეს ბოლო გადაცემა იყო საგურამოს ტეპაკზე 100 წელი მივეცით. ხო. ხოხობი. აქედან მოგვივიდა შეტყობინება რომ გაწყო ეს ხოხობი და რამ გააწყო მე არ ვიცი და ყოფილა თავის დროზე და ძალიან დიდებული საქმე გაკეთა. მაგრამ თავარი ეგ არ არის მარტო საგურამოს ტეპაკი. ჩვენ ახალციხეში, სამხრეთ ჯავახეთში, კახეთში და არა მარტო კახეთში, კიდე აჭარაში დიდი რაოდენობით გავუშვით. უკვე მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 3000 ფრთა მაინც გავიყვანეთ ბუნებაში. ბატონო თემურ, მაყურებელს დარწმუნებული ვარ, აინტერესებს რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა ან ადგილის, ან იმ ხალხს როგორ ვარჩევთ, ვისაც ვენდობით ასე ვთქვათ. სწორი კითხვა არის. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ თაწმინდაზე უშვებთ და გავუშვით სამი სახის ფრინველი, ესე იგი კოლხური ხოხობი, კაკაბი და გნოლი. მოვიპოვეთ ინფორმაციები, როგორ უნდა გაუშვათ, სად, როგორ უნდა შეირჩეს ადგილი და საერთოდ რა პროცესი უნდა ჩატარდეს რა. ჩვენ მოვიკითხეთ ეს ადგილები, სადაც ადრე ბინადრობდა და ეხლა შეიძლება არის ცოტა რაოდენობით შემორჩენილი ხოხბისთვის, გნოლისთვის, კაკბისთვის და ასე შემდეგ. ამისთვის უნდა მოვემზადოთ კეთება ვოლიერი, სადაც განვათავსებთ ამ შერჩეულ ფრინველს, ვამყოფებთ 2-3 კვირა, ყვებავთ, ფრინველმა უნდა გაიაროს ადაპტაცია, გადავიყვანოთ ნელ-ნელა ბუნებრივ კვებაზე, იმიტომ რომ ეგენი არიან ინკუბირებულები და ესე გაზრდილები სპეციალურ კვებაში, საკვებზე და ამიტომ ისინი ნელა-ნელა უნდა გაეშვან მაგას. 2-3 კვირის შემდეგ ჩვენ ხსნით ჭერს ამ ვოლიერისას და ფრინველი ამოდის, ყველაზე საგი ფრინველი ამოდის. და რაღაცა ნაწილი რჩება. ანუ თუ უჭის ან რაღაცა შიში აქვს, ან რაღაცა არ გადის რა. არ გადის, უბრალოდ არც არის საჭირო რომ გავიდეს. ჩვენ ამ ვოლიერის გარშემო ვაკეთებთ უდგავთ საკვებურებს და სარწყულებს. კი ბატონო. იმიტომ რომ ესენი ვიზუალურადაც მიჩვეულები არიან ამ საკვებურებიდან ჭამას. ახლო უკეთებთ ამას. ეს ფრინველები ხო წავიდნენ, დაფრთხენ, მაგრამ შიგნით ტოვებთ 10-15 წელს და ახლავით რა, რომელიც იწყებს გამოძახილს და უძახის იმათ. და იმათ უკვე ტვინშიდაც აქვს რომ აქ კაი საკვებია, კაი მდგომარეობა და აღითხოვენ ამ ტერიტორიას. ბრუნდებიან უკან, სახლია რა. ხო, ოჯახში ბრუნდებიან რა, თავისი ბაღშიან იმიან რა. მოდის ესენი უძახიან და რა მოხდა იცი პირველად რომ გავუშვით, რომ დავამტყვრეთ ჩვენ ფრინველები 2 წლის წინანდელი ხოხბები რაც იყო, მოვიდნენ ახლა გავგიჟდით კინაღამ რა და ეხლა მით უმეტეს და რო ახვიდე ეხლა მთაწმინდაზე არა დილა საღამოს განსაკუთრებდა რაღაც პერიოდი 10-15-20 მოფრინდება, თოხლაობენ, ამათან ჭუჭუყობენ და მიდიან, მაგრამ საინტერესო რა არის იცი? განსაკუთრებით კაკაბი და გნოლი. ეგენი არიან მონოგამები, შეყვარებულები ხარ თავის. კი. თუ ერთი შეყვარებული შიგნით დარჩა, არათუ მეორეს ვერ გააგდეს რა იქიდა. და არდის როგორც გიჟი, არ უნდა შეუშვა, ამის უნდა გამოუშვა გარეთ. მთელი პროცესი არის და ამას თუ არ გიყვარს, თუ არ მოგწონს ესეთი რაღაცები არ გამოგივა რა. ასე რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებულად მიდის. 3-4 წელიწადი თუ მივხედავთ, მთელი ეს იქნება გაჯერებული სანადირო ფრინველებით. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. ეს არის დიდი შანსი ძალიან. აი, ბატონო თემო, ნახე ეხლა ძალიან მართებული რა მოგძანე შენ. 3-4 წელიწადი მაინც უნდა მივხედავ. სამწუხაროდ ზუსტად ვიცი მე ფაქტი, როდესაც აი ამ გაშვებულ ტერიტორიებზე არაკეთილსინდისიერი მონადირეები პირდაპირ თქვენ და აფერმ თქვენ ვაჟკაცობას, აი არ ვიცი ძმაო რა. ხალხო, იმისთვის წვალობს ბატონი თემური, იმისთვის წვალობს სახელმწიფო, იმისთვის წვალობს ყველა ის ადამიანი, ვინც რადგან ამ ხელა კომპლექსია აშენებული იმაში საჩხერეში. კი ბატონო. ხო და ანუ 3-4 წელიწადი ვაცადოთ ამ ფრინველს ადაპტაცია, გამრავლება და წესი და რიგით. მე ყველაფერს უნდა წეს რიგით. ბატონო თემური, მოვაყაროთ.
სადაღო მოსაკლებ. გვაქვს რაღაცა. დავაი. სვანური მარილი გვაქვს. მე არ ვიცი შენ სვანური მარილი რამდენად ძლიერია. არ არის ძალიან ძლიერი. მაშინ მიეც. იმიტომ რომ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. გაზრის ხაროთ ცოტა ეს ბლეკ ბარელი ჯეიმსონის მოვასხა. მოუხდება? ჭიხაში ჩამისხიჯობე. ხო, მაგრამ მე მგონი ამას ეცი. არა, აქ ღვინო, საერთოდ ღვინო ცოტა უხდება, გაიგე? ღვინო უხდება. გოგა, ბატონო. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. უნების ფასი უნდა იცოდეს ადამიანმა. კი, რა თქმა უნდა. და მე ვერ ვეგუები, როცა ჩემ ქვეყანაში მივდივარ მდინარეს პირას, ტყეში თუ სადღაც და ვხედავ ნაგავს. ეს არის კატასტროფა ჩემთვის მიუღებელი. წალკაზე ვგიჟდები სანადირო თელ ცხოვრება იქ დავდივარ და ქციას და თავში მდინარეში ვეღარ ჩავხარ. იმდენი რამე მოაქვს. პამპერსები, ქაღალდები, ბოთლები. ეს არის საშინელება რა და დღეს დღევანდელი აქცია ეს არის უნიშნელოვნასი. ჩვენ თუ გვეცხოვრება ამ ქვეყანაში, გვიყვარს და პრეტენზიებით ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებით და სხვა ხალხთან შედარებით, მოდი რა კეთილი ვინებოთ და ამ სისულელეს, ამ ღორობას მოვაკეთებთ რა. მივხედოთ ჩვენ ქვეყანას რა. მივხედოთ აიქიდან ეს არის ჩემი ეზო, შენი ეზო, ყველას ეზო არის. აქ შეიძლება რა გავიყავს, გახედი ამ ბუნებას. რა. ამით მინდა დავიწყო დღევანდელი დღე. ფლავი ყველაფერი არის გადასარევი, მომყოლია ყველაფრის, სულ ყველაფერი. თამდევია ყველაფერი, მაგრამ არც ნადირობას, არც ამას ფასი არ ექნება თუ ჩვენ მიწაწყალს არ შევხედავთ. და მოდი ჩვენ მიწაწყალს დღევანდელ დღეს გავუმარჯოს, რომ ეს იყოს მაგალითი ყველა მოზარდისთვის. და ყველა ხანში შესული კაცისთვის რომ გაუფრთხილდეს ჩვენ მიწაწყალს. შენ გაიხარე, მეც ვერაფერს ვერ დავამატებ. ვიყვარდეს საქართველო და არ დავანაგვიანოთ საქართველო. გავასუფთავოთ.
მე მგონი დადგა ის სანატრელი მომენტი. Давайте садитесь. როდესაც Снимать будете. დასრულდა ჩვენი ნანატრი ოცნება. 3 საათი დაჭირდა ძმაო. 3 რატო მეტია? რატო მეტია რა? არა, მე მგონი არა, აშკარად მეტი. კი. ხედი რა თქვა იცი? ეს კერძიო ვინც გამოიგონაო, იმას აშკარად არ შიოდაო, ისე აკეთებდაო ამ კერძის. არა და სურნელი ძალიან მაგარი მოდის, მეგობრებო. ფაქტია, რომ რაღაცა კაი იქნება. დღესასწაულებს. ხო. ესე, ამათი ყველაზე ესეთი კერძია. ამიტომ იქ არ ეჩქარებოდა და ამზადებდნენ როგორც უნდა გამოწყვეს სწორად, გამიგე? ამიტომ არის რომ ამ ცერემონიალი არის მარტო ჭამა ხო არ არის რა, თელი ფლავს ვინაკეთებს ახლა. ამათ აქ შუა აზიის ქვეყნებს აქვთ ერთმანეთში კონკურსი, არა ჩემი. მართლა, იმიტომ არის ეთყობა 20 საათი რო აკეთება. უზბეკები ვაფშე თავს იკლავენ ამაზე რა. ამიტომ ტაჯიკებს უყოლა რა. ავღანელები მაგ ხალხი უყოლა. და არის განსხვავებები რაღაციდაც რა. ცოტა სხვანაირად. სამარკანდში ცოტა სხვანაირად. კი, ახლა მე ამას უთხარი ეს ნიორი როდის ჩადები სუბოლოსდებს. მე რომ ინახია ისინი ხალხს რომ მოთუშავდნენ, მე ჩადებდნენ, მე დააყრიდნენ და ერთად ხონდა ძირში, გამიგე? და ნუ რაღაც სხვადასხვა, სხვა ნიუანსებია. ეხლა ყველაზე საინტერესო არის ამისი გემოვნებითი თვისებები შევაფასოთ. აუცილებლად. ჩვენ ზად. მე გატოვე. მე გატოვე. აი გულ. ო, ეს არომატი. აუ რა. ვიზუალურად ძალიან მაგარია. ვიზუალურადაც მაგარია და არომატი აქვს სასწაული რა, აი. ძალიან ლაზად. როგორც ბათუმი თემური ამბობს, აი ეგ ვარიანტი არის. ნახე რა არის ბიჭო, ა? ფაშ. კი გვეყოფა. ესე 20 კაცი ვართ რა, 20 კაცზე იყო გათვლილი კერძი, 5 კილო მარტო საქონლის ხორცი წავიდა, აბა. 3 კილო წავიდა ხახვი და სტაფილო, 4 თავი ნიორი და ნუ დანარჩენი ახლა სპეციები, ბრინჯი 3 კილო. ანუ ხორცი 5 და დანარჩენი 3 ყველაფერი, ბრინჯიც, ხახვიც და ხო არ დავეხმარო? ნახე აქ იდეა რაში არის რომ ნიორი ზევიდან უნდა მოექცეს ესე ლამაზად. ბიჭო, გადმოღებაც ნახე როგორ სხვანაირი აქვს რა. ანუ ჯერ აზილა კარგად. ხო. ხო, რა სუნია ბიჭო. ძალიან მიჭირს ამის გაძლება. ძალიან, იმიტომ კი არა რომ ძიმეა, იმიტომ რომ მაგარი სუნია. აბა მეგობრებო, ისიამოვნეთ. დიდხანს არ ელოდოთ ეგრევე გადაიღეთ, გადაინაწილეთ ახლა და დავაი შეუდგა საქმეს. უგემრიელესია ხახნო, მოკლედ მე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ამ რეცეპტის გამოყენება ნამდვილად ღირს რა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენ გამომწერებს მალენ ვინც წამოვიდა ჩვენთან ერთად. იმ ბიჭებსაც მადლობა უთხრა ვინც უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ რიგი მიზეზების და გამო ვერ წამოვიდნენ. დღეს არის ვაინ ფესტი გუჯაანში და ძალიან დიდი ნაწილი რომელიც მოდიოდა ჩვენთან ერთად ხალხის იქ წავიდა. მინდა ვთქვა შემდეგი რა, რომ ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად. ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ ჩვენი ქვეყნის დასუფთავებაში. პატარა წვლილი შევიტანეთ ყაზახეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში და გაღრმავებაში ჩემო მალნი და ეხლა შევიტანთ დიდ წვლილს დაგემოვნებაში. დარჩით, ვიყურეთ, გამოგვიწერეთ ხალხო და ყველაფერი გააკეთეთ ჩვენთან ერთად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ცუდს არაფერს არ შემოგთავაზებთ.